გამარჯობათ, მოგესალმებით პარიზიდან. მინდა ახლა იმიტომ გაჩვენეთ ეიფელის კოშკი, რომ მე არსად არ ვიმალები და თუ რამეს ჩემთან ვინმეს რამე კითხვები აქვს და ჩემთან რამეს თქმა უნდა, შემხდეს პირადად და მითხრას, ვინ ეშმაკია, ვინ ანტიქრისტია, ვინ გარყვნილია. კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ. ეს არის საქართველოს პატრიარქი, ყველამ ვიცით, ილია მეორე, სატანა, ვიტალი ხალვაში ადვოკატი, სატანა, ნესტანი მარჯანიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, სატანა, დავით გელაშვილი, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სატანა, რუსლანი კაკაბაძე, ბიზნესმენი, სატანა, თამარ ბეჟანიშვილი, მოსამართლე, სატანა, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მმართველი, სატანა, ასლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, სატანა, ლევან მორუსიძე, მოსამართლე, სატანა, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი, სატანა, ჯუმბერ ბეჟანიძე, მოსამართლე, სატანა და ნაწინასწარმეტყველები, ანტიქრისტე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, ანტიქრისტე, რომელსაც ყველაზე მეტად ძულს ქრისტიანობა, ყველაზე მეტად ძულს კაცობრიობა, ყველაზე მეტად გამორჩეულია უღმერთობაში და ღმერთთან ბრძოლაში. არაერთი წმინდა სული ყავს დაღუპული, არა მარტო ამათ, არამედ ვინც ჩამოგითვალეთ 12-თაგან. ეხლა ჩემო კეთილო ხალხო, ჩემო ბათუმელებო, ჩემო თბილისელებო, მოდით, მე ეხლა თქვენ რაც მე გითხარით 1 2 3 4 ეს გონი მეხუთე გამოსვლა. ეხლა მე ვიმყოფები პარიზში, ეიფელის კოშკიდან, მე არაფერი არ მაქვს დასამალი. არც არაფერი არ მაქვს არავისთან თავის მოსარიდებელი. მე რაც თქვი, კიდევ ერთხელ გეუნევით. 2019 წელში, როდესაც დამიჭირეს უდანაშაულოდ დამატყვევა სატანამ, ნესტან მარჯანიშვილმა, რომელიც არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. გამოგონებული ბრალდებით დამატყვევეს სატანა და მეორე სატანამ თამარ ბეჟანიშვილმა გამასამართლა. ეს იყო 2019 წლის ბოლოს და 2020 წელი იწყებოდა. პროკურატურა, სახალხო დამცველი, პარლამენტი, რა ქვია, მამები, რა ქვია, სინოდი, საპატრიარქო, აი ბათუმში კი არა, საქართველოში და მე მგონი მსოფლიოში არ არის დარჩენილი დაწესებულება, სადაც ეს ყოველივე რასაც მე აქ ვამბობ, ეს მე არ მეთქვას. 2019-დან 2000 ნიტოლკავ თქვი. ეს მე ყველაფერი წერილობით მაქვს დაწერილი და ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ, იმ მისამართებზე მაქვს გაგზავნილი. პლუს ამას ციხის ტელეფონიდან ყოველდღე მაქვს ნარეკი და ციხეში ჩემ ყველასნა ლაპარაკები იწერება. მე რო გამოიყენო ალბათ რაღაცა გამოძიებისთვის, არ ვიცი რა ხდება, თავისი დაწესები აქვს და ძალიან კარგი მივესალმები ციხეს. არ უნდა დაიკარგოს არაფერი ნათქვამი. თქვენ ეს არ გეგონოთ რომ მე ეს ეხლა გამოვიგონე და მე ეს რაღაცა ამ ყველაფერში ეს 12-ვე ამათი დემონთა არმია. არ ვიცი, არა ადამიანები დამზდევენ ხან თანამდებობას, ხან ქალი, ხან ისა რა ქვია ფული. ახლა ერთხელ და სამუდამოდ მე წვდომა აღარა მაქვს მაგათთან. ეს იქიდან არ წაიშლება და ეს უნდა თქმულიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვენ 12-ვე ტვინ გაახრეტილო არა ადამიანო ცხოველებო. რომ შეიგნოთ, ეს არაზოს არ წაიშლება და კიდევ რაღაცა მინდა გითხრათ. ხალხო, არა მარტო ამ 12 ცხოველს ვეუნები, თქვენ გეუნებით. ეს 12-ვე არის გარყვნილი. ქალი თუ არის ლესბოსელი, კაცი თუ არის სატანებიდან გეუნები. კაცი თუ არის გეი. ესენი არიან სვინგერები, დაგუგლეთ და ნახავთ რა არის სვინგერები, ესენი არიან ლესბოსელები, ესენი არიან ადამიანებით, ორგანოებით მოვაჭრეები, ესენი არიან ნარკოტიკების მოვაჭრეები და პლუს ამას ამ ჩამოთვლილთაგან თქვენ თუ შეხედავთ აბაშიძე ასლანი, მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილი და რუსლანი კაკაბაძე. ეს 4 არ მუშაობს მარტო სასამართლოში. დანარჩენი 8 სატანა სულ ყველა მუშაობს სასამართლოს სისტემაში და მე კიდევ ერთხელ გეუნევით. იმას ვიტყვი, რაც 2019 წელს წერილობით დავწერე და წერილობით მივეცი სათანადო ორგანოებს, მაგრამ მე გამიშვე საგიჟეში. ჩემზეაო გიჟი თქვენს, ხო? თქვენზე არა. ჩემზეაო გიჟი თქვენს და გიჟი რა მოსასმენია.
ახლა მე თქვენ გეტყვით გიჟი რამოსასმენია ხო ეს რვა სატანა რომელსაც ყავს დემონთა მთელი სასამართლო სისტემა არის მათი დემონები ეს არაფერი რომ დემონები არის მთელი სასამართლო სისტემა ვინც იქ მუშაობს დაწყებული მანდატურიდან დამცავრებული თარჯიმნამდე არაფერს არ ვამბობ სხდომის დიმანზე და სხდომის ეს არის სოდომ გომორის მიწა თუ კაცი მუშაობს არის გეი ну შეიძლება ცოლი წავდეს მაგრამ იმას აუცილებლად უყვარს დიდი შამბალა თუ ქალი მუშაობს ის არის ლესბოსელი აუცილებლად ყველა სასამართლოს თანამშრომელი მანდატურიდან დაწყებული სასამართლოდან დამთავრებული არიან სვინგერები სულ ყველა სჭირს აბსოლუტურად ერთის მინუსი სულ ყველა სჭირს მანდატურიდან დაწყებული იმამდე დამლაგებლამდე დამთავრებული სულ ყველა სპიდიანია სულ ყველა სვინგერია სულ ყველა გაუყურმართებული სექსის მოყვარული და სულ ყველა დემონი არის აი ამ 8 სატანის და დანარჩენი 4-ის ამ რეალობაში ვცხოვრობთ ქართველებო პლუს ამას განსაკუთრებით არაერთხელ მივწერე წერილი პუდელა რა გვარია პრემიერ-მინისტრი როა არალეგიტიმური მთავრობის ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებულად წერდი თეა წოლუკიანს განსაკუთრებულად წერდი შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებულად წერდი და ვეუნეოდი ყოველდღე ადვოკატ ლელი ბჟალავას და განსაკუთრებულად კიდე კახა კალაძეს წერდი პლუს ამას ციხეში 2020 წელიწადში დაიწყო გამოძიება ამ ყველაფერზე მე ყოველი დავასახელე აი ეს ვინც ჩამოვთვალე პარლამენტარები პაპუაშვილი წულუკიანი მდინარაძე პუდელა კობახიძე და კიდე ვიღაცა იყო მე ამათ წერდი რომ მეთქი ყურადღება მომაქციეთ ყვილა ვარ და ეს ხალხი დიდიან პატარიანა სულ ყველა სპიდიანები არაფერი გარყვნილები ლესბოსელები და პიდარასტები პლუს ამას დემონები და რა გამოდგა კობახიძეს წულუკიანს შალვა პაპუაშვილი მდინარაძე და ვინც ესენი არიან ჩამოყალიბებული მორფინისტები პლუს ამას ვიჩ ინფექციით დაავადებული სპიდიანები ეს იცი რას ნიშნავს საქართველოს ხელმძღვანელი დემონი ირაკლი კობახიძე სპიდიანი როა პაპუაშვილი სპიდიანი როა წულუკიანი სპიდიანი როა დინარაძე სპიდიანი როა ეს რა სპიდიანი ნუ არაფერი შეიძლება სპიდი ვინც არ იცის თქვა სპიდიანი ისა ვინც ყოველდღე ღებულობს მეტადონს ვინც ყოველდღე ღებულობს ფსიქოტროპს ხო კობახიძე სპიდიანი ხარ და მორფინისტი შენ ჩალვა პაპუაშვილო შენ თეაწოლუკიანო შენც მდინარაძე და შენც ლელი ბჟალავა პლუს ამას ლესბოსელი ხარ და თამარ ბეჟანიშვილის საყვარელი ხარ იმიტომ არ იღებ ხმას სასამართლოზე და იმიტომ ძვის ვერავინ ვერ გათქმევინებს შენ საწოდაო მე მამებს არ მიუმართავ მე მიუმართავ იმ ოჯახის უფროსებს ვის ოჯახშიც მუშაობს სასამართლოს თანამშრომელი ოჯახის უფროს ქმრებს არა დედებს ან მამებს ნახეთ ვის შვილიშვილს ზრდით ნახეთ აბა და უნდა დნმ-ის აღება ფუ დააფურთხო იმაზე ყურის ჭხირზე და всё დნმ-ის ანალიზება ნახეთ აბა თქვენი რო თავი მოგაქვთ სასამართლოს თანამშრომლის ქმრებო ან სასამართლოს თანამშრომლის ცოლებო და განცალკევებით და ზემოდან რო იყურებით და რო არჩევთ ხალხს და ისე რო ეუბნებით გამარჯვებათ ვაი თქვენი სვინგერი დედა ვატირე მე თქვენ საწოდაო დემონებო თქვენ სულ ყველა მორფინისი და სულ ყველა სპიდიანი ხარ მე არც პირჯვარის გადაწერა არ მჭირდება არაფერი არ მჭირდება ამას ყველაფერს დნმ-ის ანალიზი დაადგენს რა თქმა უნდა თქვენ ეს თავრობა არ შეგამოწმებთ იმიტომ რომ თვითონ კობახიძე თვითონ ივანიშვილი თვითონ წულუკიანი თვითონ კალაძე და თვითონ დინარაძე არიან მორფინისტები და სპიდიანები და თქვენ 12-ვეს გეუნები სატანებო 2026 წელი თქვენი ბოლო წელია თქვენ წადგებით ღვთის წინაშე და საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა სატანა არა მარტო არ გაივლის მიწაში არ იქნება სატანა თქვენ რო უფლის წინაშე ჩადგებით და მე რო ჩამოვალ თქვენ საფლავებზე არ იფიქროთ რომ იქ გაგაჩერებთ თქვენ ცეცხლში უნდა დაიწვათ თქვენი ცხედარი არა მარტო თქვენ უნდა იაროთ საქართველოზე თქვენი ცხედარი მიწამაც არ უნდა მიიბაროს მაგრამ თქვენ აუცილებლად დაგასაფლავებენ თქვენი ათესწები მაგრამ იცოდეთ 2026 წელს მე რო ჩამოვალ თითო ამოგთხრით და დავწვალ
აი მერე გაბწყინდება საქართველო. თქვენ რო 12-ვე წარდგებით უფლის წინაშე 2026 წელს. მერე იწუნებს ხალხი, ვინ არის ანტიქრისტე, ვინ არის ეშმაკი და ვინ არის პატიოსანი და ვინ არის ქრისტიანი. ამას ყველაფერს დაგვანახებს 226 წელი. მე თქვენ წინა გამოსვლებშიც გითხარით, რომ მომართეთ მძიმე სნეულებმა, ვისაც ვერ გარჩენთ ექიმი მეთქი და გითხარით, რომ თქვენზე ვილოცებთ მეთქი, მაგრამ მომისმინეთ, სანამ ეს 12-ვე მიწაში არ წავა და ცეცხლი არ წაეკიდება. მანამდე ნიტოლკა საქართველოს არცაც სასწაული არ აღსრულებულა. არც აღსრულდა სასწაული ბოლოს როდის აღსრულდა. მამა გაბრიელის მერე სასწაული არ აღსრულებულა 99 წლის მერე და მის საფლავზე მიდიან და ერთეულები ხებულობენ ღვთისმოწყალებას. მსოფლიოში არ აღსრულებულა სასწაული და 2026 წელს სასწაული მოხდება ეს 12-ვე. ღვთის წინაშე წარსდგებიან და თქვენ დაასაფლავებთ მათ სხეულებს, მაგრამ მე თქვენ გვპირდები, თქვენ ძირფესვიანად ოჯახიანა ამოითხრებიან. არ შეიძლება მათი შვილები გაიზარდონ მომავალი სატანები. ძირფესვიანად ამოთხრილები იქნებიან, მაგრამ თქვენ 12-ვეს არცეთ მიწა, არცეთ საფლავი არ გეღირსებათ. მიწა გეღირსებათ ძალიან ცოტა ხნით. სანამ მე ჩამოვალ საქართველოში, ამოუთხრი თქვენ ნეშტებს, ამ ბენზის გადავასხამ, ან ცხოველებს ვაჭმევ. უფალმა გაგვაძლიეროს. ამინ. ხო დაინახეთ ეფელის კოშკი. ვინც დაგასახელეთ გამოექანეთ და დამახტით თქვენი სპიდიანი უკანალებით. პატივისცემით ირაკლი ზაქარიაძე.